დავიღვიძეთ, დავდექით და ნახეთ რა თოვლი მოსულა. დილამშვიდობისა მეგობრებო, ყველას ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. ჩვენ ისევ ბუნებრივად და ნატურაში სიტუაციას გადმოვცემთ. თოვს ველოდებოდი, გავჩედით, მეთქი ახლა დილით გავასწრეთ მეთქი და ნახეთ ახლა გავიღვიძე და არ მოველოდე. ამხელა თოვლი მოვიდა. ახალია და ესე იგი ამინდის პროგნოზს შევხედე, ბონიე ასეთი დასახლება ილინოისში და წერია heavy snow. იმ სითბოსა და იმ რაც სამი კვირა ასე თქვათ მინებივრეთ და კაი ამინდებში ვიარეთ, უცბად მოვიდა ნახეთ როგორ ამხელა თოვლი. ახლა ცხოველიც გადმოვიდა იღებს. გადავხედე პროგნოზს 100%-იანი თოვლია და არ ვიცი წავიდეთ არ წავიდეთ, თან გრადუსი არის -10 გრადუსი. მოვლენების ეპიცენტრში ვართ. გადავხედე მე ტერიტორიებს, ესე იგი შტორმია მთელი მასში და ყველაზე ეპიცენტრი მაინდამაინც აქ არის. ეხლა რა შეცდომა დავუშვი მე, ეხლა არ მოველოდი, მაგრამ გუში შემეძლო, ცოტა მაღლა ავსულიყავი, მაგრამ წინასწარ ამინდებს არ შევხედე. მეთქი დილით ავდგები, გავალ მეთქი, მაგრამ რა ვქნა ნუ ერთ სიტყვით მივყვეთ ქრონიკას. ესე იგი ჩვენ უნდა წავიდეთ, მივდივართ დეტროიტში. ეხლა 10 დღიანი დასვენება მინდა ავიღო და არ გვეჩქარება, მაგრამ გვიან მისვლაც არ არის, დიდი პრობლემა არ არის. ისეთი რომ ვიჩქარო და რაღაცა, მაგრამ მაინც არასასიამოვნოა. ეხლა რას ვაკეთებთ ასეთ შემთხვევაში? ეხლა რომ მეჩქარებოდეს სიტყვაზე თავი დროზე რო იყო ჩასატანი წვრითი აპოინტმენტის მიხედვით, მე მაინც გავჩერდებოდი და აი ესეთ ამინდში არ გავიდოდი. ეხლა არის დილის 6 საათი, ჯერ კიდევ ბნელა და დაველოდოთ, რომ გათენდება, მე უფრო გამოჩნდება და საერთოდ ზოგადად რო გეჩქარებოდეს, ყოველთვის სასურველია რომ დღისით იარო. აქ მეორე მომენტიც არის, ფაქტობრივად ახალი დაწყებულია თოვლი. ესეთი მოყინულიც არ არის. შემიძლია ეხლაც გავრისკო, მაგრამ ვინაიდან ღამეა და არ ვიცი როგორი გზა არის, ეხლა იქა ჯობია ესე დაველოდოთ გათენებას და მე იქიდან დავიწყოთ მოქმედება. ველოდებით გათენებას. აი ახლა ეს გამოვიდა ეხლა, აი და ახეთ როგორ უსრიალებს, ეხლა ტრაქტორზე ვარ და პრობლემები როგორ უსრიალებს ახლა. გზაზე რა იქნება წარმოიდგინეთ, ეს დააკვირდით. ეხლა ეს მაინც წავიდა, არა. მიხვდა რომ არ უნდა წავიდეს ტრასაზე და ჯობია გაჩერდეს აქ და დაელოდოს მოვლენებს. ეხლა ეს აქედან გამოვიდა, უნდა გასვა და მიხვდა რომ არ უნდა გავიდეს რა. ეძებს ახლა ადგილს. ჩვენ ამ ხრივ ცოტა გაგვიმართლა, ადგილისა გვაქვს. ეს სიტყვით ველოდებით გათენებას. ეს ისევ დაბრუნდა, ადგილს ვერ პოულობს. უტრიალებს. ეგენ გარედან შემოდიან მანქანები, იმიტომ ყველა ცდილობს რომ გააჩეროს, მაგრამ ამან არ იცის რა გააკეთოს. კიდევ მეორე წრეზე მიდის რომ ადგილი იპოვოს გასაჩერებელი.
იპოვის ან არა. ძღოლური წვრილმანები ზამთრის შტორმს ეძახიან, ესე იგი დიდი heavy snow შტორმიან დღეს. ზამთრის შტორმიანი დღე, ასე ვთქვათ. აი შემოდიან მანქანები. ყველა ერიდება. სადაც ხო იარა ეხლა ღამე იარა და შემოვიდა რა. მაგრამ ადგილს ვერ იპოვის ეს კი ვიცით. მეორე მანქანა შემოვიდა, ერთ სიტყვით შემოდიან. ყველა ცდილობს რომ გააჩეროს მანქანა და მოერიდოს ამ თოვში სიახლოვეს. ეს სხვა მანქანა მოვიდა, იქიდან მესამე მოვიდა და გამწარებულები ადგილს ეძებენ, მაგრამ ადგილი არ არის. უკვე რასაც უყურებ, თეორიულად ეს ზამთრის პრობლემები იწყება. მეწოდებიან ეძღოლები ადგილს რო ვერ პოულობენ, მაგრამ რა ვიცი, რო გათენდება მე ნახავთ ალბათ უფრო ძის პირას ეყოლებათ გაჩერებული მანქანები. აი და მესამე შემოვიდა. პატარა საცობი შექმნეს დასაპარკინგებელ ამბებში. თითქოს გათენდა, მაგრამ მაინც ნახეთ როგორ მოდის თოვლი ესო ხერი. დავიძრათ. დაველოდოთ კიდევ გათენებას. ზოგი ვერ ითმეს და მაინც გადის, ზოგი შემოდის. ჩემ გვერდზე აგეთ ტიპი ამანაც გაიღვიძა და არ გავა რაღაცებს იცმევს და ალბათ გავა შევერ ავხდით ჩვენ დაველოდოთ გათენებას ამ ჩვენ გვერდზე მეზობელმა ეთყობა მაინც გადაწყვიტა გასვლა თუ გამოსვლა თბილა ჩაიცვა და გადმოვიდა. მე მეგონა წასვლას აპირებდა. ყველა ფოტოებს და იმებს უღებენ, რომ ეთყობა. წასვლა არ უნდა. და აჩვენებს თავის უფროს ან ვიღაცას, რომ თოვლი რო არისო, ვერ წამოვალო. კარგია სითბოში რო ზიხარ გარეთ სიცივია და არც გინდა გახვიდე გარეთ აქ ჯდომაჯობია სითბოში სითბოდა რა კარგია რა გარეთ გახვიდე ისე ცივა რა საკეთე ზოლი აი მე სუწმინდავს აქვია ჩისტი წელები ქართულად როგორ არის
წასვლას აპირებს. ასე დროს თორი რო არ დაიდო, ჯობია ამ თორნიკებმა იმოძრავონ ხოლმე. დაიფიქრა წასვლა, ეთქობა აკვირდება რა ხდება. ჩვენი მეზობელი წავიდა ეხლა რაღაც შესტარების ეპის დაიბანს და ასე შემდეგ. მანქანები გადიან შედავ მაინც. ჩემსავით არ გაჩერდნენ და გადაწყვიტეს რომ რაც საშიში არ არის სიარული. ჩვენ მაინც დაველოდებით. ეს ზორი დაბრუნდა. აბა მეგობრებო, ვიქტორინა. წავა თუ არ წავა? მოითმეს თუ არ მოითმეს? თქვენი მონამორჩილი აკა ითმეს და არაპირებს წასვლას და ეს კაცი, cold, yeah? ცივაო. წავა თუ არ წავა? Are you going? I don't think so. I've tried to waiting, yeah. No, the snowing is not a problem. The rain is Rain, a problem. yeah. It's gonna freeze, it's gonna be solid ice. Yeah. And Sunday maybe they don't cleaning, yeah. It's supposed to be like that till tomorrow. Till tomorrow, yeah. Yeah, what to do? Yeah, I know. But sometimes it's better to wait Yeah. than get an accident, you know? I prefer to waiting and after 2-3 hours when sun little bit. Yeah. I'll wait probably do like another 2 hours, 3 hours, you know? Yeah. Where you from? I'm from Georgia. Oh, Georgia. I'm from Czechoslovakia. Czech. Praga. Prague. I have been twice in Praga. Oh, yeah? Beautiful city. Good beer good. Here is one of the best. Hey, so good luck to you. Okay, thank you. გაიგეთ ხო მეგობრებო, აი ფიქრობ იმიტომ თელი დღე იქნებაო და ხა ფიქრობ წავიდე თუ არ წავიდეო, ხო? თელი დღეა ჩვენც არ გვაწყობს აქ ყოფნა, მაგრამ ჩეხი როგორი კომპლიმენტი უთხარი, კაი ლუდი გაქო და გაუხარდა. არა. ვიქტორინა ძალაშია. ეს კაცი გავა თუ არა? ჩვენზე ადრე გავა თუ არა? არ ვიცი, გავა რა თქმა უნდა, მაგრამ აი მოითმეს თუ არ მოითმეს და წავა თუ არა? ადრე გავა თუ არა ამამიჩი არა და ითქვა რომ მთელი დღე ასე უნდა იყოსო და ნამდვილად ჩვენც არ გვაწყობს ახლა მთელი დღე აქ ყოფნა, თუმცა აი მანქანები გადიან. მოდი ახლა რა ვქნათ, იცი მეგობრებო, გული მიგზნობს რომ ცოტა დიდი ხანი მოგვიწევს აქ ყოფნა. ჩვენი ვიდეო რო ცოტა სახალისო და ისეთი იყოს, კაი ხასიათზე დაგვაყენოს, მოდი ისე ვიქტორინას დაუბრუნდეთ. ამ შემთხვევაში ცოტა რომ ჩამოვაყალიბოთ, იმენ ზოგჯერ მეგობრები მეუნებიან ხოლმე რომ ისეთ ვიქტორინებს აკეთებ რომ ვერ გავიკეთო შენი შინაარსიო. ეხლა ასეთი კითხვა, მე ეხლა ამ პირველ ნაწილს დავამთავრებ ამ ვიდეოს. და ეს კაცი, ეს ჩეხი კაცი. ასე ვთქვათ. ვერ მოითმეთ და გავა 2 საათის განმავლობაში თუ ჩემსავე დიდი ხანი იქნება და არ გავა. ესე იგი თუ ადრე გავიდა, ვინც სწორ პასუხს იტყვის, იმას ჩვენი ტრადიციულად ჩემი დაწერილი წიგნი ორეული. ესე იგი კითხვა. ეს კაცი მოითმეს და ჩემსავე დიდი ხანი გაჩერდება აქა თუ 2 საათის განმავლობაში ვერ მოითმეს და
დაიძრება.